მოგესალმებით ჩემო პატარებო. ჩემო ძვირფასო ბაბულებლებო. იმედია მიცავით. ღია. აბა ვინ ვარ? ნიკოლას მეზღაბრე. ოჩახ ჩემო პატარებო, ოჩახ. დღეს მე თქვენთან მოვედი, იმიტომ რომ გიამბოთ შესანიშნავი ზღაპარი. ჩემო პატარებო, იცით დღეს რა ზღაპარი უნდა გიამბოთ? რა თქმა უნდა, ეგ ხომ ჩემს ჯადოსნურ ქუდშია. ბავშვებო, გახსოვთ ჩემი ჯადოსნური ქუდი? დია. ჯადოსნური სიტყვები? დია. ოჩახ, აბა, ჯერ მე ვიტყვი და შემდეგ თქვენ გაიმეორეთ. გზად ხართ? დია. ძალიან კარგი. ესეც ჩემი ჯადოსნური ქუდი. აბა, ჩემო პატარებო, პური კარგად დამიგდეთ. ქუდო, ჯადოსნურო, ზღაპრად მოდი, ჯადოქრულო. არ გამოგვივიდა ბავშვებო. აბა თქვენი დახმარება მჭირდება. ხმამაღლა ბავშვებო, ხმამაღლა. ქუდო, ჯადოსნურო, ზღაპრად მოდი, ჯადოქრულო. ოჩახ ბავშვებო, დიდი მადლობა, გამოგვივიდა. ესეც ასე. ვნახოთ რა ზღაპარი მოგვიტანა ჩემმა ჯადოსნურმა ქუდმა. ნახოთ. შესანიშნავია ჩემო პატარებო. დღეს მე თქვენ გიამბობთ ქართულ ხალხურ ზღაპარს ჩიტი და მელია. აბა, მოხერხებულად მოთავსდით და ყური კარგად დამიგდეთ. იყო და არა იყო რა. იყო ერთი ჩიტი. ჰყავდა 3 ბარტყი. ცხოვრობდნენ მაღალ ხეზე. დედა ჩიტი ბარტყებს მზრუნველობას არ აკლებდა. მაგრამ იქვე ახლოს ცხოვრობდა. აბა, ვინ ცხოვრობდა იქვე ახლოს? მელია კუდა გრძელია. ოჩახ. იქვე ახლოს ცხოვრობდა წუწკი მელა. ერთ დღესაც მელია მიადგა ჩიტს და შესძახა. ჩიტო, ჩიორაო. შეშინებულმა ჩიტმა ჩამოსძახა. რაო, ბატონო მელაო. ერთი ბარტყი გადმომიგდე თორემ, შავ დღეს დაგაყრიო. ცულს მოვიტან ცუნცულასა, ხელეჩოს და წალდუნასა. ხესაც მოვჭრიხი ზირსაცა, შენ ჩეკჭამ და შენ შვილსაცა. რა ეკნა შეშინებულ ჩიტს? აეყვანა ბარტყი და გადმოუგდო მელაკუტას. წუწკმა მელიამ მაშინვე პირი დაავლო ბარტყს და სოროსაკენ მოჰკურცხა. ცოტა ხნის შემდეგ კვლავ მიადგა ჩიტს და შესძახა. ჩიტო, ჩიორაო. რაო, ბატონო მელაო. ერთი ბარტყი გადმომიგდე თორემ, შავ დღეს დაგაყრიო. ცულს მოვიტან ცუნცულასა, ხელეჩოს და წალდუნასა. ხესაც მოვჭრიხი ზირსაცა, შენ შეგჭამ და შენ შვილსაცა. რა ეკნა საბრალო ჩიტს? აიყვანა მეორე ბარტყიც და გადმოუგდო. მელაკუტამ მაშინვე პირისტაცა და სოროსკენ მოკურცხლა. დიდი დრო არ გასულა. კვლავ მიადგა მელია ჩიტს და შესძახა. ჩიტო, ჩიორაო. რაო, ბატონო მელაო. ერთი ბარტყი გადმომიგდე თორემ, შავ დღეს დაგაყრიო. ცულს მოვიტან ცუნცულასა, ხელეჩოს და წალდუნასა. ხესაც მოვჭრიხი ზირსაცა, შენ შეგჭამ და შენ შვილსაცა. რა ეკნა ბავშვებო საწყალშიც? აიყვანა მესამე ბარტყიც და გადმოუგდო. მელაკუდამ მაშინვე პირისტაცა და ისიც სოროსკენ გააქანა. ჩამოჯდა საბრალო ჩიტი ხეზე და დაიწყო ტირი. მაგრამ სად იყო და სად არა გამოჩნდა მონადირი. ტირილის ხმა შემოესმა. აიხედა ზევით და ჩიტს შესძახა. ჩიტო, ჩიორა, რატომ ტირი რამ დაგაღონა?
მონადირე, როგორ თუ რატომ ტირი, წუწკმა მელია, ბარტყები მომტაცაო. გაო, როგორ თუ მოგტაცა მაგ წუწკმა და მსუნაგმა მაგანო. აბა ერთი მიჩვენესად ცხოვრობს, მე მაგას ვანახებ სეირსო. ჩიტმაც მიასწავლა მონადირეს. მელია სორო და მონადირეც გაუდგა გზას. სოროს რომ მიუახლოვდა, ბარტყების შხურტულის ხმა შემოესმა. ჩახმახი ფეხზე შეაყენა და მელაკუდას შესწახა. ჰეი, შეწუწკო მელაკუდაო, აბა ერთი გამომხედეო. მელაკუდა მონადირის ხმა რომ გაიგონა ბავშვებო, შიშისგან მოკურცხლა. მონადირემაც მელიას შესაშინებლად თოფი ჰაერში ისროლა. შემდეგ მობრუნდა. აიყვანა ბარტყები და დედაჩიც დაუბრუნა. თან უთხრა, ჩიტოჩიორა, ნუ გეშინია. ამის შემდეგ უბატონოდ ხმას ვერავინ გაგცემსო. ცხოვრობდა ჩიტი და ბარტყები ამის შემდეგ ბედნიერად და უზრუნველად. ასე დასრულდა ბავშვებო ეს ზღაპარი. აბა, დამეხმარე ზღაპრის დასრულებაში. როგორ არის? ჭირი, იქა, ლხინი, აქ, ქატო, ფქვილი, აქ, ელასა, მელასა, ჭიქა მეკიდა ყელასა. თქმელსაც და გამგონებელსაც ღმერთი გფარავდეთ ყველასა. აბა ბავშვებო, მე წავედი, ნახვამდის. ბავშვებო, აბა ხوار გეძინებათ? არა. სანამ მშობლები მოვლენ, ზღაპრიდან ერთ ნაწყვეტს მე წაგიკითხავთ. ბუზმა ბუსკანკალა, ფრთაკანკალა ბულკანკალა, ჩაუარა საფურეს და იპოვა საფულე. საფულეში ფულია. ბუზე ხიარულია. ბუზმა ბაზრს მიაშურა. ფუ აღარ დაიშურა. ცეცხლის ართანაომა შეიძინა სამოვარი. სახლზე მიადგა ახალთახავს და დარაგნებს გდოსახა. ჩემთან უნდა დარაგნებო, სუფრაზე გავშლის სანაკიბოს. დარაგნე მოირბინეს, ჯამით ვეღარ მოიპირნე. მოიწონეს სადილი, ნამცხვარბული ადილის. ჯია მაია, ჯიკა ჩაიდალია. ხელი დახრა დაირას, დიმდაირა. ბაცაძინა წგილემა, შემოაღეს გარეთ, ფუტწაღები მოუტანეს, ოქროს შესაკრავები. თავს ფუტკარი ეზიდება, მურაბას კი ბაღრინჯო. ხაჭ, თავს რა დამტრიალ, ბიჭო, გვერდი ამიარ, ფეხი არ დამაბიჭო. მახრად გველმა დაადრო და სამოსი გაიწრო. ხაჭ სუფრას დამადობს, მასპინძელი მასპინძლობს. უცებ ხმაობობამ საბელი მოაბა და იმ საბრიცველის ძველი აი კაცსა მასპინძელი დროთა კარგა უქმადგანა ჭესმი აღკრაბუზანკალა შეფოჭილი მასპინძელი გაიცახის გაინცელი ისთვის გაჭ ისთვის გასმევდით ბროლის სინითა, ვერცხლის თასებით, ნუ გავთ გულები, პარტიებისა, ნუ მიმატოვებთ გაჭირვებისას. მოგეწონათ ბავშვებო? დია. მოდით ეხლა ბავშვებს დავემშვიდობოთ. ნახვამდის. არის ზღაპარს ხვება და ღრუბლები მთაში წვანა პატარა დევს ეძინება ნანადევო